მოგესალმებით ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში მე ჩემი საავტორო პროგრამით ავი მუსაიფი დავით ხეიზესთან ერთად სხვანაირად ქონდა ჩაფიქრებული დღევანდელი ეთერის დაწყება მაგრამ სტუმრად უნამ ყოლოდა გიორგი შერვაშიძე ავად გახდა მაგრამ გიორგი შერვაშიძეს ვიღაჩივის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი მოულოდნელად ცუდად შეიქნა და ეხლაც როგორც ბოლო ინფორმაცია იყო კრიტიკულია მისი მდგომარეობა და მე მინდა აქ გადიოდა ამასთან დაკავშირებით ინტერაქტივი რომელიც ილია ჩაჩიბაიას მიყავდა რას ეტყვი პატრიარქს ეხლა პატრიარქს ვერაფერს ვერ ვეტყვი მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი ყველაფერი უფლისნებაა და თქვენო უწმინდესობაო თქვენ 17 მაისი რო დღესასწაულად გვიქციეთ მაგის მეტი რო არაფერი გაგეკეთებიათ მარტო მაგი გეყოფოდათ ესე იგი ერთი და ტყვის გაუსროლებლად ერთი დარტყმით მოკვდა 17 მაისის პრობლემა საქართველოში აგრეთვე მაყურებლებს მიმართავ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ეკრანზე მეთითებულ ნომრებზე და შევეცდები ესეთი ერთგვარი პინგ-პონგით ავაწყო ეს საქმე მაგრამ რაც ჰქონდა წინა გუშინ ჩაფიქრებული რა თემაც უნდა გამეშალა სადღესასწაულო არ არის ნამდვილად მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე რომ გამეხმაურებინა ეს ამბავი ყველას გვაქვს ალბათ გაგებული რომ ლევან ბერძენიშვილმა მოღალატედ შერაცხა ერეკლე მეორე და ეს კი ვიცოდი და ყველა ვიცით მაგრამ რა კონტექსტი იყო როგორ თქვა რა ვითარებაში ეს არ ვიცოდი და იმ დღეს გავიგე ზუსტად სრულიად შემთხვევით მისი მონოლოგი ესე იგი იწყებს ჰოი თქვე არაგველებო გაუმაძღარნო ომითა თქვენს საფლავებთან მისვლა და მხრის მოდრეკა მომინდა ეს ლექსიო კვადრატ შობილი ლექსიაო მართლა მკვდარმა ამან და იქით იყოს კიდე მე მიაყოლა მაგას მეორე კიდე ერთი შეურაცხყოფა მაგრამ ეგ რაშუაში იყო საერთოდ არ ვიცი და დროაო ესე იგი ამის დამწერი აი ლადო ასათიანის წყინვალი ლექსის და დამწერი სამშობლოს მოღალატედ უნდა შეურაცხყოფო და აგრეთვე ერეკლე მეორეო და მაია წნეთელიო ეს მაია წნეთელი რა საიდან გამოჩიჩქნა რაშუაში იყო არ ვიცი და ბოლოს ისიც დააყოლა რომ აკაკი წერეთელიო რომელ ოჯახში შევიდაო სტუმრად მისულიო ყველა ოჯახის ქალებს აუპატიურებდა ამისთან რამეს ავანტყოფი თუ იტყვის მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს მარტო ჩემი მხილება და ობიექტივის მხილება არ არის საკმარისი აი ახლა არის განათლების რეფორმას აკეთებენ ვითომ მე არ ვიცი ახლა ვერ ჩავერევი ვის
უერთებენ, რატომ უერთებენ, ამაში კომპეტენტური არა ვარ, მაგრამ ერთი რამე შემიძლია შევთავაზო ხელისუფლებას, რომ ამისთან სიბინძურის ავტორი რამენაირად უნდა დაისაჯოს. არ შეიძლება სხვანაირად უკვე ჯერ ერეკლე მეორეს რო ახსენებს კაცი თუ ნამუსი გაქვს, ოდნავ მაინც უნდა შეგწყვეს რა, მაგრამ ლიბერასტებს სადა აქვს სირცხული. მერე კიდე ეს ვერ გავიგე ერთი ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, მოსკოვი რა შუაში იყო, რომ საქართველოს გადმოწვდნენ, ევროპა თავზე დაენგრათ და საქართველოსთვის მოიცალეს კალასებმა და მსგავსი ტიპის მაიმუნება რვა პუნქტად ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული სარეკომენდაციო რეზოლუცია მიიღეს. ამ 8 პუნქტიდან ზუსტად 3-4 არის ისეთი, რომ ქართველი კაცი მაგას არ მიიღებს. ეს არის იგივე ერთსქესიანი ქორწინებები, სტაკანონებას თხოვენ, აქედან გამომდინარე ოჯახური ინსტიტუტს დაარტყეს, მაგიც უნდა გააუქმოთ. აი პირველი ზარია ეთერში, თქვენ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო, გისმენთ, ისაუბრეთ. გაიჩიშა. რაღაცა პრობლემაა და მიხედოს ტექნიკურმა ჯგუფმა. ერთი სიტყვით ამ რეკომენდაციებს იძლევა ხალხი, მე რომლებიც ბრიუსელში 1960 წლამდე იყო ზოოპარკში ის ზანგების ექსპონანტი იყო წარმოდგენილი ზოოპარკში. და ეს ხალხი დღეს გვეუბნება ადამიანის უფლებებზე. აი ზარია კიდევ თუ ესაც არ გაითიშა. გისმენთ? გამარჯობათ ბატონო დათო. გამარჯობათ. თქვენ უერთდები პატრიარქის მიმართ თქვენს გამოთქმულ მოსაზრებას, დიდხანს საცოცხლოს ღმერთმა გამოაჯამრთველო. და ამავე დროს ბატონო დათო, დიდი პატივისცემი თქვენს მიმართ. ძალიან დიდი, დიდხანს სიცოცხლე და ჯიჯამრთელე თქვენი მართალი სიტყვისთვის. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ. დიდი მადლობა მთელი სიტყვებისთვის. აი ერთი სიტყვით ადამიანებს ზოოპარკში რო გამოფენენ ეს კალასები და ისინი ალბათ მაგის მშობლებს დაყავდათ მსგავსი ტიპის ზოოპარკებში და ეხლა უფლებადამცველებად მოგვერვიდნენ და ჭკუას გვასწავლიან თუ თხას ხუდი სადაბია ეგ ვითომ არ ვიცით ზარია კიდევ ეთერში ისაუბრეთ მოვძანდით გაითიშა კიდე ხო კიდე რაზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება ხო საერთოდ ამ ცინიკური ფორმები მიიღო ამ ევროპელებისგან ადამიანის უფლებების პედალირებამ ესე იგი პირველი პარტია მონების ვაჭრობის დაიწყო ინგლისმა აი ზარს შემოუშვე და მე მოგიყვებით ამ ამბავს ზარია ეთერში გაითიშა ესე იგი პირველი პარტია ამერიკაში
მონების პირველი პარტია ჩაიყვანა დიდმა ბრიტანეთმა. ინგლისმა დაიწყო მონებით ვაჭრობა და დათვლებით, უხეში დათვლებით, ესე იგი, სულ ამ წლების მანძილზე 2 მილიონი 2 მილიონი კაცი ყავთ წაყვანილი მონება და 1-2 მილიონი კიდე გზაში დაეღუპა, ტრიუმფებით გადაყავდათ, კომფორტაბელურ კაიუტებში ხო არ მოათავსებდნენ. ზარია კვლავ თუ არ გაითიშა კიდე მოვძანდით ისაუბრეთ. ალო. გისმენთ? ალო. გისმენთ? ღმერთმა დიდხან აცოცხლოს ჯანმრთელობით. კარგად ყოფდით, უსმინდეთი და ჩვენი ეკლესიების ყველა პატიოსანი მომსახურე პერსონალი და ძალიან ღმერთო ჩვენი ოჯახით ხოვთ ღმერთს რომ კარგად იყოს უსმინდეთი. უერთდები ამ იმას და ის დამავიწყდა მოწოდებასავით მინდა გავაკეთო ყველას ვისაც შეგვიძლია ეკლესიაში იქნება თუ სახლში თითო სანთელი ავანთოთ პატრიარქის სახელზე მის ჯანმრთელობაზე რომ ღმერთმა არ გამოგვაცალოს ხელიდან ამ უბედური დროის განმავლობაში ჯერ თქვენო უწმინდესობა ჯერ თქვენ ცოცხალი ხართ და რა დღეში ვართ და თქვენ თუ აღარ გვეყოლები ეს დაიქცევა ეს ქვეყანა ამიტომ უფალს შევთხოვ დიდი დღენი მოგცეს რო ვიტყვიან მრავალჯამიერ ზარია კვლავ მევიდადი ბატონო გისმენთ რა ჭირს ამებას კაცო ხა გესმით თუ გაითიშა ეგეც გაითიშა რა ჭირს რა წარამარა ითიშება კაცო ხო კიდევ რა მინდოდა მე თქვა ხო დღეს თქვაც ისინი გვასწავლიან ვინც მონათმფლობელობას საფუძველი ჩაუყარა ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი პირველი მონათმფლობელი იყო და მაგათმა დაწერეს ტომას ჯეფერსონთან ერთად ის ეგეც მონათმფლობელი თავისუფლების დეკლარაცია თუ რაღაცა აი და დღეს ასე დღეში ვართ რომ მოკლედ არ ვიცი რა ადამიანის ცინის საზღვარი ხო უნდა კონდეს რაღაცა რა მაგრამ არა რასაც უხდიან იმას აკეთებენ იგივე ითქმის ჩვენ ახალგაზრდობაზე აგერ ზარია ამას არ ვერ გაუშვებს იშვიათად შემოდის ზარია ეთერში ისაუბრეთ თუ არ გაითიშა კიდე უგაიგენა მე საზაურობ არ გამოთ არ ისმის არაფერი თან ეს ერთი და იგივე ნომერი შემოდის და ითიშება და რაღაცა სხვა პრობლემაა ხო ახლა ეს ხელში მიჭირავს ეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ერთი ვინმე შეიძლება ამიხსნას
მოსკოვი რა შუაშია და რომელ ეუთოს მექანიზმზე ლაპარაკობენ. რა რეზოლუცია მიიღეს ამისთან, რომ შეშფოთებულები არიან მთელი ცივილიზებული სამყარო. ზარია კვლავ ეთერში, აბა გისმენთ, იქნებ თქვენ გაგიმართლოთ. გისმენთ, მობრძანდით. ალო, ეთერში ხართ, ისაუბრეთ. არა, მოკლედ ყველაფერს ბედი უნდა რა. ეხლა რაც შეეხება ისევ და ისევ ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის, რომ ჩვენი პატრიარქი შეუძლოდ გახდა, შეუძლოდ კი არა, ბოლო ინფორმაციით ისი მდგომარეობა კრიტიკულია იქ გადმოგვცეს. მკურნალმა ექიმმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ მდგომარეობა კრიტიკულია და არასტაბილურია. ეს არასტაბილურობა არის ყველაზე ცუდი. ისე ცნობისათვის, სადაც ახლა უწმინდესი და უნეტარესი დააწვინეს, იქ გავიკეთე ამ ერთი თვის წინ მეც ის ჩამიდგეს, რა ქვია, სტიმულატორი გულმა, რომ მუშაობა ნორმალურად რო შეძლოს და იქნება ჩვენ პატრიარქსაც ეშველოს რამე. ზარია ეთერში მობრძანით ისაუბრეთ. დიახ, ისმის ჩემი ხმა? კი, ისმის, ისაუბრეთ. დიახ, მოგესალმებით, ბატონო. მოგესალმებით. არავის არ აქვს უფლება საქართველოში. აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეორე ამ ხალხის გაკრიტიკების. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის დედაბოძები იყო აკაკი და ილია. რას მიქვიან? ვინა მაგენმა რა გააკეთენ საქართველოსთვის ერთი კარგი, აი კრიტიკა რომ დაიტოვენ სანეპივროთ, მანეპივრებისათვის. ჩვენ ახალი ხალხი ვართ და ჩვენ გვყვარს ჩვენი მეფეები. ეს კაცი ისტორიულად ასეა ცნობილი, რომ სიკვდილებით ასე დასჯილი იყო. გული ხელით ეჭირა ერეკლე მეორეს და მის დროზე თქვა გადამწყვეტი სიტყვა იმ ხალხმა, ქლარო მარტემიშალეს და ქლარო მარ დაინგრა თქვენი ქვეყანა. მაგას არა აქვს მაგის უფლება, რომ გააკრიტიკოს ამ ხელა ბუნდერასი ხალხი, ჩვენი წინაპრები. კრიტიკა არა ნამდვილად. კრიტიკა აკრიტიკოს საფუძვლები თუ აქვს, მაგრამ ეს ლანძღვაგინება, ეს კრიტიკა კი აღარ არის. ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა ქართველი ერის მაპატიეთ და სულში ჩაფურთხება. რომ არა ერეკლე მეორე დღეს საქართველოს სახსენებელი არ იქნებოდა და ნუ გადაუსვამთ ყველაფერს წარსულს ხაზს. თვითონ სტალინმაც კი აღიარა, რომ რუსეთთან შეერთება, საქართველოს რუსეთთან შეერთება ბოროტება იყო, მაგრამ იმ დროისათვის ყველაზე ნაკლები ბოროტება. კვლავ ზარია ეთერში მობრძანით ისაუბრეთ. გისმენთ, ისაუბრეთ. ტელევიზორს ჩაუწიეთ და ისე ისაუბრეთ. არა, რაღაცა სხვა პრობლემაა. იქ ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ, იქნება გაარკვიონ რაშია საქმე. სად ვიყავ? ხო, წარსულს ყველაფერს ნუ გადაუსვამთ ხაზს. იქ რუსეთთან ავიც იყო და კარგიც.
კვლავ ზარია ეთერში, მაგრამ მობზანდით ისაუბრეთ. ალო გისმენთ? გამარჯობათ ბატონო დათო. გამარჯობათ. მე მინდა ზავლოთ რომ პატრიარქი თქვენი უწმინდესი უფლის გალამი ეხმაროს ამ გაჭირვების ჯამს და გამოგვიჯამრთელდეს თქვენს საიმედოდ. ასევე მინდა დავლოთ რომ ბატონო დათო თქვენი სახით ყველა სწორად მოაზროვნე ადამიანი რომლებიც ძალიან გვჭირდება დღევანდელ პერიოდში საქართველოში აი სწორად და მართლად მოაზროვნე ხალხი თქვენი მეთაურობით დიდი მადლობა პირიქით მადლობა თქვენ ჩემი მეთაურობით ეგ საქმე არ გამოვა ამ საქმეს მე მეთაურიც ყავს და შემსრულებელიც ერეკლე მეორის შთამომავალი ბატონი თარხანმოურავი დავით თარხანმოურავი იგი ერეკლე მეორის შთამომავალია დედის მხრიდან ზარია კვლავ ეთერში აბა გისმენთ მობზანდით საღამო მშვიდობისა ჩემო ბატონო მშვიდობა პატარა გოგონი აჭრები მუსლიმანთა კამხოდი გუგურზე ოზურგეთში ხოდა ძალიან მიგე ხმენი ყველაფერი ლოცვა მას საერთოდ მეტექნიკაში ენჩი ვარ ავატყოფიდან მარხულ ილიანელი ხათრი ეგონ ხარჯიკოს ჯამთელად იყოს ჩვენთან იყოს და კიდევ ბევრს გავაკეთოთ ღმერთი იყოს ჩვენი ფარული ღმერთმა დიდი დღემიცეთ ჯამრთელი თელი ჩვენი გლავი და ჯირაგი გავაქრით მადლობთ ეს ყველაზე არის ესეთი ემოციებით არის დატვირთული და გასაგებიც არის ახლა ნაკლებად აინტერესებს შეიძლება ხალხს რასაც პატრიარქის მიღმა ვლაპარაკობ მაგრამ სულ მიგდება ამ თემების არ იქნება სწორი იმიტომ რომ შუა აღმოსავლეთს ცეცხლი უკიდია და ის ცეცხლი შეიძლება ჩვენსკენაც გადმოვიდეს უკაცრავად ერთი წუთით აგერს ჩვენ სამეზობლოშია სულ ირანი რო იტყვიან ყურის ძირშია და ეს ჩვენი ხელისუფლება კიდე რაღაც ღაპნებით გვართობს სტრატეგიული ურთიერთობა დავამყარეთ ამასთან იმასთან სტრატეგიული ურთიერთობა კი არა დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ რუსეთთან თორემ რუსეთის გარეშე აქვნა ამაზე მაკრიტიკებენ ბევრნი რომ რუსეთის კი არ ცდილობ რუსეთის გაფეთიშებას უბრალოდ არ გამოდის სხვანაირად მთელი მსოფლიო ებრძვის ამ რუსეთს ხო ხედავთ უკრაინაში რაც ხდება და ერთადერთი რაშის ორივე ხელი თუ ეთანხმები ამ ხელისუფლებას ის არის რომ მშვიდობა შეგვინა თუ მაგათი შენარჩუნებულია ეს მშვიდობა მადლობის მეტი რამე თქმის მაგრამ საშინაო საქმეებს რა უყოთ იგივე რა ვიცი ეს პენსიების ხელფასების ეს შეიძლება რაღაცა ზღვარი უნდა არსებობდეს მინიმალურ ხელფასსა და მაქსიმალურ ხელფასზე უნდა მიმული უნდა იყოს ერთმანეთზე რომ ის ვინც მინისტრია და დაინტერესებულია მაღალი ხელფასი ქონდეს უნდა ეს თემა მიმული უნდა იყოს მინიმალურ ხელფასზე და რა შეიძლება ვერ გამოვთქვი ზუსტად რისი თქმაც მინდოდა მაგრამ ესე იგი
არ შეიძლება მოსახლეობის 2-3% ფუფუნებაში ცხოვრობდეს და დანარჩენებს თავი ძლივს გაქონდეთ. ანდა გული მოგიკვდება კაცს რომ დაინახავ ნაგავში როა თავჭაყუდებული შეხედავ ნორმალურად აწვია ალბათ შარშანწინის ძელი ტანსაცმელი და ნორმალური გამოწყვლება აქვს, მაგრამ აი ესე ნაგავში უწევს ქექვა. ერთი სიტყვით ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ ერთადერთი დონალდ ტრამპი ჩემ სიმპათიებს იმიტომ მიმსახურებს, რომ ეს მიგრანტებთან დაკავშირებული და ერთსქესიან ქორწინებებთან დაკავშირებული პოლიტიკა მიყავს, თორე ისე ვერ გაიგებ დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს სიტყვის ზეგმესამეს აკეთებს. უკვე იქაც არა აქვს თლაც კარგად საქმე არ ყოფილა ირანი ადვილი ჩასაყრაპი ლუკმა, მაგრამ იქით იყოს ახლა ირანი აქ ქალბატონმა ბრძანა მუსულმანი ვარო ჩვენი პატრიარქს იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა და აქვს ეხლაც რატო ჰქონდა საერთოდ მუსლიმურ სამყაროში რომ წარმოუდგენელია ეგ ზოგიერთი იგივე მუსულმანებისთვის ერთი სიტყვით ზარია კლავ ეთერში ისაუბრეთ. ისაუბრო შეიძლება? კი, ეთერში ხართ ისაუბრეთ. ძალიან მიყვარხარ ყველა. მე დილით მერე სულტირი ვარ, ჩემ საყვარელ პატრიარქი. დედაჩემის მამიდა იყო მისი დედა. დედაჩემი ყობაიძე იყო ჩირიკიდან წამოსული. და მიყვარს ძალიან და ძალიან მინდა დიდი ხანი დაკავშირებოდი. თუ ჩემს სიცოცხლე თუ ნამტკი სუგავიცე ჩემს სიცოცხლე ჩვენი პატრიარქი კარგად გაიხარეთ ქალბატონო დღეს ბევრს უტრიალებს მსგავსი აზრი რომ აი ჩემი აიღე და საქართველოს არმიატო უბრალოდ რომ არაფერი რო არ გააკეთოს უბრალოდ რომ სუნთქავდეს და არსებობდეს მაგის დიდი შეღავათია ამ უბედური საქართველოსთვის ვინ აღარ უტევს ამ ირანმა და ამ ომებმა სულ გადაგვავიწყდა ის შიდა პრობლემები ჩვენ მიგრაციული პრობლემები ვინმე თვლი ის რამდენი ვარ დრო იძახიან 3.5 მილიონი ვარ 3.5 მილიონი არა ახლა ეგ როდინდელ ციფრებს იძახიან და როდინდელ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ რომ 3.5 მილიონი ვართ ეგ არის ტყუილი ზარია კვლავ ეთერში გისმეთ იცაუბრეთ ალო ისაუბრეთ ალო დიახ გისმეთ ისაუბრეთ ალო ისაუბრეთ საღამომშვიდობის უბრალოდ ძალიან დიდი გამოთქომ პატრიარქს მართლა ძალიან დიდი იმიტომ რომ ეგ არის ჩვენთვის ცოცხალი ღმერთი რასაც მაგის სიტყვას დიდი პარტი აქვს ამ ცხოვრებაში ეს მთავრობა რაც გიწევს საერთოდ ხალხს
აი როგორ რა რით უნდა გავიტანოთ ჩვენი ცხოვრება თუ არა ჩვენი პატრიარქი რით აი ყველგან აი ჯარიმები ყველგან მეთხიდან ვერ მისულა ავალი ვერ გვიხიდა ვერაფერი ვერ გაგიკითხა აი პატრიარქის მოთავალს გვარჩინდა და ეხლა როგორ დავწად რა გავაკეთე პატრიარქის გარეთ აჯერ ცოცხალ ადამიანს ნუ ვიტირებთ მე ცოდვა რა უნდა გითხრათ აბა ეხლა ყველაფერს 100%-იანს ლაპარაკობთ ეს უბრალო ხალხი მაპატიეთ და ფეხებზე კიდია ამ ხელისუფლებას ოღონდ მეორეს მხრივ ეხლა საქართველოს პირველი ლედი ამერიკის პირველმა ლედმა მიიწვია რაღაცა სადილზე თუ ვახშამზე არ ვიცი მაგითი რა გინდაც ეგრე იყოს ამერიკის აღიარება კი არ მინდა მე მინდა ნორმალური ცხოვრების პირობები იყოს საქართველოში და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისეთი ხელისუფლება ავირჩიოთ რომელიც ხალხზეც იზრუნებს ცს ვამბობ და არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ეუთო გაერო ვინ აღარ იშვერს ჩვენსკენ ხელს ესე იგი ის დაგვავიწყდა აჭარა საერთოდ დაგვავიწყდა ბათუმში უკვე ლამის თურქული ქალაქი გახდეს ამდენი მოედინება ეს უწყვეტ ნაკადად ეს მიგრანტები და თვლა და წონა არ აქვს მათ რაოდენობას ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში გისმენთ გისმენთ ისაუბრეთ ხოდა ამ პირობებს მხოლოდ და მხოლოდ გამოაყარე ისე პრობლემები მე ნახევრად მესმოდა ზუსტად ვერ გავიგე თქვენი ნათქვამის შინაარსი მაგრამ ჩემ თემას გავაგრძელებ მიგრაცია თუ დაუყავს საქართველოს სხვა არაფერი ესე იგი იმდენი არიან უკვე აშკარა არის რა რომ გადახედავ ყოველი მესამე მეოთხე არავის წინააღმდეგი არა ვარ ესე უნდა თქვა მოდაშია მაგრამ დიახაც ვარ წინააღმდეგი ამ უკონტროლო მიგრაციის ზარია პირდაპირ ეთერში ისაუბრეთ გისმენთ ალო გისმენთ ისაუბრეთ ქალბატონო საღამომშვიდობის პატრიარქი ლოცულობს მე ერთ გაუბედურებული დედა მაგრამ სახელმწიფოსგან უყურადღებობა საშინელი არც დაჩაგვრა ადამიანის ზედა რომელ ქვეყანაში თქვენი სადაგვიმრავლოს ღმერთმა გაიხარეს მადლობთ თბილის სიტყვებისთვის ეხლა მინდა დღევანდელ სიტუაციას შევეხო საქართველოში მე შემთხვევით არა ვარ ეხლა ობიექტივის
სტუდიაში ამათთან ერთად პატრიოტთა ალიანსთან ერთად მოვდივარ უკვე წლებია და ყველას გასაგონად ვიზახი თუ მართლა უნდათ სიკეთე და სიხარული ამ ქვეყნისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის აი ამ პარტიას და ამ გაერთიანებას უნდა დაუჭიროთ მხარი. თქვენ წარმოგიდგენიათ, ესე იგი დავით თარხანმოურავმა და ირმა ინაშვილმა რა საქმეს გააკეთეს, მაგის გამო მოვიდა ივანიშვილი, თორე ესენი რო არ ყოფილიყვნენ, დღესაც სააკაშვილი იმაში იჯდებოდა პრეზიდენტის სასახლეში, ოღონდ პრემიერ-მინისტრის სახელწოდებით და არჩევნები რო ტარდება, არ ვიცი ახლა როგორ ხდება ამის გაყალბება. წინა დღეს არჩევნების წინა დღეს თავისუფლების მოედანი გაავსო პატრიოტთა ალიანსმა და არჩევნებში 4 თუ 5% დაუწერეს. რანაირად ხდება ეს ამბავი. და კიდევ ვიმეორებ, რომ არა ის ციხის კადრები, რომელმაც ეს უგულო და უსულო ევროპას და დასავლეთიც კი აღაშფოთა და შეაშფოთა, არაფერი არ იქნებოდა. ამიტომ ავიცი უნდა რამენაირად შემდეგ არჩევნებში ვადამდელი იქნება თუ ვადიანი, უნდა მოემზადოთ სუყელანი და ერთხელ და სამუდამოდ ისეთ ხალხს მივცეთ ხმა, ვინც ქვეყანაზე იზრუნებს. არის ჩემი აზრით პატრიოტთა ალიანს არ გეწყინოთ და აკლია თავის ქება ბჭყალებში ვიზახი ამ ქებას ამ თავის გაკეთებულ საქმეებზე ხმა მაღლა არ ლაპარაკობენ ამას რა ქვია წინა საარჩევნო აგიტაცია იქნება თუ პროპაგანდა მანამდე უნდა შეიქმნას ის ვითარება, რომ პატრიოტთა ალიანს გასახანი მიეცეს ამ საარჩევნო ვაკხანალიაში. რა ვიცი, აბა სხვა ყველაფერი ვცადეთ თითქოს და ეს ხალხია ესეთ თამაშგარებ მდგომარეობაში არა და მე თუ რამე დამეჯერება კარგად ვიცნობ ირმასაც და დათოსაც ზარია კვლავ ეთერში ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ ალო დიახ ისაუბრეთ გისმენთ ძალიან რთული მდგომარეობაა საქართველოში. ალო ტელევიზორს ჩაუწიეთ და ისე ისაუბრეთ. ეს თუთი ტელევიზორს ჩაუწიეთ? კი. ხო, ახლა ისაუბრეთ, ახლა ნორმალურად ისმის. საქართველოს არ ეშველება
არაფერი სანამ ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ გვექნება ჩვენ უდავ ვიფიქროთ აფხაზეთზე, ოსეთზე, იმ ხალხის დაბრუნებაზე მაგრამ აქ ქალაქში, სოფელში, აი ქართველებმა უცეთ პატივი უცეთ ერთმანეთს თორე გადავშენდებით გადაშენების პირას ვართ უკვე სამწუხაროდ მისულები და კიდევ ვიძახი ახლა პატრიოტთა ალიანსი ის არ არის ჯადოსნური ნატორის თვალი რომ თქვას და გააკეთოს უნდა სასწრაფოდ უნდა გაიხსნას აქ ლაპარაკობ თქვენ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებაზე მაგის დაბრუნება კი არა რაც აგვაქვს ისიც არ დავკარგოთ მაგაზე ვფიქრობ და ვდარდობ ამიტომ სასწრაფოდ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები ნუ როგორი მოსასმენია ეხლა დაუშვათ ვიძახი თურქებზე ძმები არიანო ჩვენიო და რუსები მტრებიო ზარია კვლავ ეთერში აბა გისმენთ მე მინდა დიდი კაცის მოგონიცა მაგარი მოგიცხვა მეტი არაფერი ხო მე დიდი კაცის მოგიცხვა და მეტი არაფერი რომელმაც რო გადაარჩინა 99 წელში ჩვენი საქართველოს კი ბატონო ეხლა თქვენ გასაუბრებით მაგ ტელევიზორში შევიგულებს კი ბატონო ძალიან კარგი ჩემთან გერეცვალოთ გაიხარეთ გამრავდეთ და თქვენ გამრავდეთ და ისინიც ისიც რა თქმა უნდა ისეც ხო 90 რამდენი შეგახსოვთ 18 ხო მეცმა კარგად ამღობოს რა გაიხარე ბრატ დიდი მადლობა მაგრამ ვერ გავიგე მაინც თქვენი სათქმელი რა არის ხო აი ამაში ვხედავ მე გამოსავალს რომ ეხლა ნეიტრალიტეტის თემა ეს თავში კუდარი თემა ამ არეული მსოფლიოში ნეიტრალიტეტის ნებივრობის უფლებას არავინ არ მოგცემს სტრატეგიული ურთიერთობებზე თუ მიდგა საქმე სტრატეგიული ურთიერთობები პირველ რიგში რუსეთთან დავამყაროთ ახლა რა იციან ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთზე ცუდის მეტი არა მარტო ცუდი ხო არ იყო რა იმ ყველა დონეზე სახელისუფლებო თუ რა ვიცი ხელოვნების თუ ყველა დონეზე იყო წარმოდგენილი საქართველოს იმ დაწყებული მეფის რუსეთიდან და დამთავრებული საბჭოთა კავშირით. საბჭოთა კავშირი იყო საერთოდ ის იყო მაბატე და მეწველი ძროხა. მაგრამ დღეს გვახსოვს თურქეთი და არ გვახსოვს რუსეთი. არა და ამას რომ მოისმენს ეს რუსი აგერა ყავს ყურის ძირში და ხო უნდა იფიქრო ამაზე ეს მშვიდობის შენარჩუნება ეგრე ადვილი არ არის. არ ვიცი მარტო იმის თქმა რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი უნდა საქმეს არ შველის. უნდა აღდგეს მეთქი ისევ გეუბნებით ურთიერთობები
ყოფით დონეზე ამის გამოცდილება კი გვაქვს ჩვენ ეს ცხინვალის რეგიონში ფაქტიურად დალაგებული იყო ყველაფერი და ამათმა ეს ნაციონალებმა რომ მოვიდნენ პირველი რაც გააკეთეს ერგენეთის ბაზრობა გადათხარეს ეს იყო უდიდესი ბოროტება მე დავინტერესდი ამათ საფუძველი ჰქონდათ ის ამ ქმედებების ის რომ კონტრაბანდა შემოდიოდაო და ბიუჯეტი ზარალდებოდაო და რომ დავინტერესდი რამდენი ზარალდებოდა და გაგეცინებოდათ 200 მილიონი ლარით 200 მილიონი ლარი კი დაუშვათ კონტრაბანდაც იყო და ისიც რა ქვია წესიერი ვაჭრობაც მაგრამ გინდაც სულ კონტრაბანდა ყოფილიყო 200 ლარი 200 მილიონი აღარ აღებდა ის ამბავი რომ ფაქტიურად შერიგებულები იყვნენ ქართველები და ოსები ყოფით დონეზე საერთო ბიზნესები ჰქონდათ იმას აკეთებდნენ აკეთებდნენ რა არის ავტობუსები უკვე ჩერეს ცხინვალი დადიოდნენ რაჭაში და არა ისე როგორც დღეს არის ესე რო იფხან თავს რა და შეგვცა მე ამას მოყვა ის 2008 წლის ომი რაც რის შედეგების პირდაპირ სააკაშვილის კისერზეა ეხლა რო გამოდის და კიდე რო ხმას იღებს რა ახლა სულ ცოტა დრო გარჩება და 3 წუთი დარჩება 2 წუთი გადაცემის დამთავრებამდე რითიც დავიწყე იმითი მინდა დავამთავრო უფალ შევთხოვ გვაჩუხოს პატრიარქის სიცოცხლე მცირე ხანს მაინც და ნუ დაგვაობლებს და დაგვაჩაჩანაკებს ასე ვთქვათ კიდევ გეუბნებით მაგან რაც 17 მაისს გააკეთა ესე იგი გულზე სკდებიან ეს შინაური თუ გარეული ლიბერასტები რომ დაძახება არ უნდა არავის მილიონი კაცი, 1.5 მილიონი კაცი გამოდის თბილისის და მთლიანად საქართველოს ქუჩებში. და ეს არის იმის ნიშანი, რომ რაღაცა ერთობის, რაღაცა როგორ რა ვთქვა, ერთიანობის შეიძლება კიდე შეგვიძლია. ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი კვლავ დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდი.